რა დაინახე შენ სწორედ ამ არჩევნებზე და რამდენად მოსალოდნელი იყო შენთვის ან მისაღები არის ის გამოხმაურება და რეზონანსი, რომელიც მივიღეთ ჩვენ საერთაშორისო ორგანიზაციებისგან. მივესალმები ტელემაყურებლებს კი არა და რადიო ინტერნეტ მაყურებლებსა და რადიო მაყურებლებს. ულოცავ პირველ რიგში მშვიდობით ჩატარებულ არჩევნებს ჩვენს ქვეყანას. დიდი მადლობა CSGO-ს, იმიტომ რომ მართლაც ორგანიზებული ქონდა ეს არჩევნები უმაღლეს დონეზე და ამის უარყოფა ვერ შეძლო ვერავინ, ვერც შიგნით და ვერც გარეთ. ხო, რაც შეეხება პროცესი იმ თავითაც ცნობილი იყო, რომ წარიმართებოდა ესე და თუ არ ვცდები შეიძლება ამ ეთერშიც მაგ მასაუბრები ამაზე, რომ კი იქნება მცდელობა არჩევნების არევის და მაშინაც არჩევნებამდე ყოველთვის ვამბობდი, რომ ჩვენ არჩევნებს ჩავატარებთ მაღალ დონეზე ევროპული სტანდარტის შესაბამისად, რომ არ ქონდეთ არავითარი საფუძველი არგუმენტირებული ფაქტებით დადასტურებული რაღაც პრეტენზიები წარმოადგინონ. ამის მიუხედავად ამ პრეტენზიების წარმოადგენას მაინც ექნება ადგილი არგუმენტების გარეშე თქო, ყოველთვის ამას ვამბობდი, უბრალოდ ეს არ მოიტანს შედეგს. დღეს ვდგევართ ასეთი ფაქტის წინაშე. ფაქტია, რომ CSGO-მ ეს ელექტრონული არჩევნები, რომლის 90%-იც იყო ელექტრონული წესით ჩატარებული, ჩაატარა მართლა საერთაშორისო სტანდარტის დაკმაყოფილებით, ამაზე პრეტენზია ვერ თქვა ვერავინ და ისმის პრეტენზია უბრალოდ გამოვიდა ოპოზიციური სპექტრი, დადგა და განაცხადეს, რომ ამ შედეგებს ვერ მივიღებთ. ანუ არ გვაწყობს და ვერ მივიღებთ. ესეთია პოზიცია. პირველ დღეს ესე თქვეს, ვერ თქვეს რა დაირღვა. იყო რამდენიმე ლოკალური ინციდენტი, რომელიც აღმოფხრილი იყო, მაგალითად მარნეულის ინციდენტზე პირდაპირ დადგა პასუხისმგებლობის საკითხი და წინასწარ პატიმრობაშია, როგორც ვიცი, ის პირი, რომელიც რატომღაც აი ეს კამერების თანდასწრებით და გადაღების პროცესში ცდილობდა ვითომ და ყუთში ქართული ოცნების სასარგებლოდ ბიულეტენების ჩაყრას, რაც სიგიჟე იყო თავისთავად, იმიტომ რომ 1000 კაცი უღებდა და დამკვირვებლები უყურებდნენ. ამიტომ გამოძიება მიმდინარეობს და გამოიძიებენ თუ ვის ინტერესებში იყო და ვის დავალებით მოქმედებდა ეს ადამიანი. ამის მიუხედავად ეს ერთი ინციდენტია, იქ იყო დაპირისპირება საარჩევნო უბნებს და მე პირადად მაქვს ინფორმაცია რამდენიმე უბანზე სპეციალურად დაყავდა ზონდერ ჯგუფები და გარეთ მყოფ იმ ადამიანებს, ვინც კი იდგა უბნიდან 100 მეტრის მოშორებით, აბულინგებდნენ, იმიტომ რომ რაღაც შიშის და დესტრუქციის ელემენტები შეეტანათ საარჩევნო უბნებზე. ეს პრობლემაც იქნა მოხსნილი იმ თავითვე დილითვე არჩევნების დღეს. და ნუ მეტი ესეთი ინციდენტი არ ყოფილა. დაახლოებით რა ვიცი, არაუმეტეს ერთ ათეულ უბანზე მოხდა რაღაცა მსგავსი ინციდენტი. არაუმეტეს 10 უბნისა 3160 უბნიდან